მოგესალმებით, მე ვარ კოტე ზომბიჩკადუა. მე ვარ დიმაჯიკია. როგორც იცით 25-ში ვატარებ კოტესთან რევანშს, ეს იქნება მეორე ბრძოლა ჩვენი. ეხლა შევხედავთ წინა ბრძოლას და ერთად აუწეროთ რა ბრძოლის მიმდინარეობა, განვიხილოთ. კოტე როგორც სტილისტიკურად ცდილობს რომ მეორე ნომრად მეთამაშოს, ჯეპი გადმომიგდოს და შემოვიდეს მარჯვენა კროსით მუცელში და შემდეგ მარცხენა ჰუკით ამოვიდეს ზემოთ. სტილისტიკური ბრძოლაა, იმიტომ რომ აქ მე მომიწია, ასე თუ ისე. მეორე ნომრად მუშაობა და კონტროლის აღება, თუმცა ამის საშუალება ვერ მომეცა. ხედის ჩამორთმევა და პოზიცია ავიღე ჩემს სასარგებლოდ და შევედი ტანში, რაც გქონდა დავალებული. ეტყობა რომ აქ ჩხუბის დროს მეტყობა რომ ვცდილობ რომ ტანი დაუზიანო. მოკლედ ძალიან სწრაფია და არ არის ადვილი დარტყვა, ეხაც მომარტყა. რა წინა ხედით კარგად ვაკონტროლებ რა. და გადახრებს რო ვაკეთებ, მაგით ვიცილებ უმეტეს დარტყმას. კიდე ტანში ჩასვლა. ეკლინში დავიჭირე და აპერკოტის მცდელობა მქონდა, მაგრამ თვითონ დამასრულე. აი ეს არის მომენტი, როცა მისი კროსი ავიცდინე, გავედი გვერდზე, ამოსვლა ვეღარ მოვასწარე, რომ გავსწორებულიყავი და გადატენილად მომხდა ისევ კროსი. ეს ძალიან მაგარი დარტყმა იყო. რის შედეგადაც შეაძლებელი იყო რომ გავთიშულიყავი, თუმცა რატომღაც კვლავ ვიდექი და საპასუხო დარტყმაც დავაბრუნე რამოდენიმე. რაც ზომბისთვისაც მოულოდნელი ჩანს, როგორც უყურებ. აი ეს მომენტი მიყვარს ძალიან. ეს მომენტი მოვასება მაგრამ. და სხვადასხვის ეგ დარტყმა არ მახსოვდა რომ ეგრე ძლიერად გავუვიდა რა, მე ვიდეოში ვნახე და გამიკვირდა რომ ეგეთ დარტყვას ეგრე გაუძლო. ძლიერი ყბავს. სცენარი არ იცვლება, სულ მუცელი. ან ზედა კროსი გრძელი. სალობით გადადგმული დარტყმები. მე ისევ სტილისტიკურად ჩხობა ყოველთვის არიდება და კონტრდახვედრებს. ჯეპი გავატარე. ამის მერე უკვე შეურჩიე ჩემი ტემპი რა, როგორ უნდა მომუშავა და წავიყვანე ბრძოლა ჩემებურე. პირველ რაუნდში რაც შემილია ვთქვა რომ ხელების ქნევის რაოდენობა მეტი ქონდა კოტეს. ზუსტ დარტყმებზე რაც შემილია თქვა ის არის რომ ზუსტად ერთი დარტყმა აქვს გატარებული სუფთად ყბაში და მუცელში მუშაობა აღენიშნება. თუმცა კონტრდარტყმებით, საპასუხო დარტყმებით არის როგორც მარტო ყბაში მეტი და მუცელში არ მომშავია, როგორც ჩანს აქ. და მხოლოდ არიდებები მაგ და კონტრდარტყმებზე მუშაობ. დასწრებაზე. პირველი რაუნდი შეიძლება 55-55-ზე შემეფასა ჩემ სასარგებლოდ. თუმცა აქ ყურადღება ექცევა პერსინგსაც, ვინ აკონტროლებს ბრძოლას და ვინ მიდის წინ. და ამ შემთხვევაში 50-50-ზეც თუ ეს შევხედავთ ამ ყოველივეს. პირველი რაუნდი ჩემი აზრით მე წამოვიღე ეთიკურით უპირატესობით რა. და ფრენს მოეცა ვინმეს მაგ რაუნდში არც გავიკვირვებდი, მაგრამ ჩემი აზრით მე წამოვიღე. ტანი თავი. აქ ვერც კი ვასწრებდი, როგორც ჩანს, ჰუკი დამეყოლებინა. იმოქმედა ყველაფერმა. ფორმაში არ ყოფნამაც, სწრაფის ნაკლებობამაც, კარდიოს ნაკლებობამ და მუცელში გატარებული დარტყმის ხარჯზეც ვინც იცის, კარდიო ძალიან იმცირდება. რაოდენ პატარაძეც არ უნდა მოგხვდეს. ორგანიზმი გრძნობს, რომ შენ არ აღიარო ეს ყოველივე. აქ ტანში ისევ თავში ასვლა, კიდე თავში ასვლა. ცოტა მევეზერის სტილი ვჩხუბდი რა. სხვადასხვის პირველად დავტესტე ჩხუბის დროს ეგ სტილი და ძალიან გამისწორდა ასე ვთქვათ. ესევ ტანში მუშაობ რა. ჩემი მიზანი ის იყო რომ დამეღალა, ტანი დამეზიანა, გამისი კარდიო შემემცირებინა და მისი სისწრაფე შემემცირებინა, რაც კარგად გამომივიდა. კიდე მუცელი, ჯეპი, კროსი. ყბა. ეს მომენტი როცა ნოკდაუნი ავიღე. ამ შემთხვევაში უკვე უდავო ფავორიტი არის ზომბი და ეს რაუნდი
მოგებული აქვს. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში 10-8 იწერება, ან 9-9 ფრე, თუ რაუნდი მოგაქვს მაგ შემთხვევაში ნოკდაუნის ხარჯი შეიძლება 9-9 დაიწეროს ჩვეულებრივად, ან იწერება 10-8. ამ შემთხვევაში ყველა ვარიანტში თავში ის აზრი მქონდა რომ 10-8 დაიწერა და არა 9-9, ეს არ გამიაგვებია. აი ახლა აქაც ტანში გავარდი, კიდე ტანში შევედი და აი აქ ავედი ეგრევე თავში. იმიტომ რომ მივხვდი რომ უკვე ტანს იცავდა და ხელები დაბლა ჩამოწია, მოულოდნელად ავედი თავში რომ აუსულიყავი. ეს ის მომენტია, როცა მედებს შორის გავაგებრება მოხდა. ამ ნოკდაუნის მერე ხალხს ვაცნობე ის ამბავი რომ ეს ბრძოლა და აქ ყველაფერი ხდება და ჩვენ აქ არ ვთამაშობთ და არ ვცეკვავთ, აქ ვირტყმევინები და ზიანს ვაყენებთ ერთმანეთს და ხალხს ვაცოდინე ის მომენტი რომ აი მეც მოხდა ხალხო, მეც შემილია ზიანი მომაყენოს სხვა პირობლებმა და ნოკდაუნი ავიღო, იმიტომ რომ მეც ადამიანი ვარ. იმიტომ რომ ყველა ცოტა ისე უყურებს ხოლმე ჩემს ბრძოლას რომ რაც უნდა მოხდეს, მაინც ფეხზე უნდა იდგე და ეგ რეალურად ძალიან დიდ სირთულეს მოიცავს. ნუ აქ მოლოდინი არც მქონია რომ ბრძოლა დასრულდებოდა მაგით რა. რო ადგა და ტაშის დაგვა დაიწყო, მივხვდი რომ გამოფხიზდა. და ვიცოდი რომ გააგრძელებდა ბრძოლას. მქონდა მაგის მოლოდინი რომ ბრძოლა გაეგრძელებინა და სხვადასხვა მესია მომდა ბრძოლა რომ გააგრძელო. რადგან ჩვენი ბრძოლა 3 რაუნდიანი უფრო სანახაობრივი იქნებოდა. როცა მაგას არ მოველოდი რომ აი ნოკდაუნის მერე ეგრე გიჟივით წამოვიდო და აი აქაც მოხდა აპერკოტი კლინჩიდან. გაბრაზდა ცოტა. აქ უკვე საკუთარ თავს ვეჯაჯგურები რომ ვიბრძოლო და ეს რაუნდიც მოვრჩით. ეს რაუნდი უდაოდ კოტესია. ამის აზრით შემიძლია ვთქვა რომ ფრეც იყოს პირველი ჩემი მეორე კოტესი. აბა. ნუ მოგეთ მეორე რაუნდი მე წამოვიღე რა. ჩემი აზრით. ნოკდაუნი, დარტყმების უპირატესობა. მაგრამ ძალიან სანახაობრივი რაუნდი იყო. მართლა ძალიან სანახაობრივი რაუნდი იყო. კარგი ჰუკი გაატარა ზომბიმ. ერთი მეორე და აბერკოდი პირდაპირი. თუმცა არაფერი, ოპა, ისევ კროსემუცელში. თითქოს არაფერი. ზომბი გამორჩეულია ამ ტანობით და ერთ-ერთი მებრძოლია, რომელსაც რაზიანიც არ უნდა დაადგეს, ყოველთვის დგას და ბრძოლობს, რაც დასაფასებელია. ფერისგან მიუხედავად. ნუ პირველი, მეორე და მესამე რაუნდი ერთმანეთს იმით გავს, რომ ისევ ტანში მუშაობ, მე თავში ავდივარ და მოკლედ ეგრე მიმყავს ბრძოლა. ანუ თუ დააკვირდებით ცენტრი მაგ დაჭერილი და კრუგში ტრიალებს. და იშვიათად ვიხევ უკან. კარგად შეხედე ერთმანეთი. კაი მომენტი მქონდა. ჩვენ დაპირისპირებაზე მეტი საინტერესო ჩვენი ყბების დაპირისპირება იყო ერთმანეთთან. ვინ რამდენად აიტანდა დარტყმას. აქ ისე მიშევენი. აქაც შევედი და კარგი იყო 2-3. კონტრიც დააბრუნა. აქ ვეუბნები რომ ძალიან მაგარია. 25 წამი არის დარჩენილი, სადაც მე სრულად ენერგია გამოფიტული ვარ. აღარ შემიძლია ბრძოლა. და უკვე ფიქრად ის მომენტი მაქვს რომ თუ პირველი მე წამოვიღე და მეორე ნოკდაუნის ხარჯზე მისია, მოდი რამე სერიოზული დარტყმა არ გავატარო და კლინჩში მივცემ საშუალებას რომ მცირე დარტყმები დამარტყას. კლინჩში აქტიურად მუშაობს 17 წამის განმავლობაში აქტიურად მუშაობს კლინჩში 25 წამიდან. მაყენებს პატარა დარტყმას კორპუსში 1-2 ყბაშიც. და ესე მორჩა ჩვენი ბრძოლა. აი ახლა ისმის რა კაკრიაშვილის სახელი აქედან რომ შენგი და ჩხუბი და მეც დავიქოქე კლინჩში, მე უკვე მხრით, ხელით, ყველაფრით ვცდილობდი რომ დამუშავებინა ჩემი მეტოქი. აქედან კლინჩში ტანიდან ეგრევე თავში ავდივარ, იმიტომ რომ იხსნება მაგ მომენტში. თუმცა საჭირო გადაწყვეტილებით, ერთობლივი გადაწყვეტილებით და უმრავლესობით ეს ბრძოლა წავაგე. თუმცა ეს ტრაგედია არ არის, რადგან ეს იყო ბრძოლა, მაგრამ არა ჩემი კატეგორიის ბრძოლა. ასე რომ ზომბიც არ იყო ფორმაში, ეს გავითვალისწინოთ, რადგან მხოლოდ ერთი კვირა ემზადებოდა. მეც ფორმაში არ ვიყავი და ნახევარი წელი სულ პაუზაზე ვიყავი, ხელის მოტეხილობის გამო და მე პატარა გევრობების გამო. თუმცა რომც ეს ბრძოლა მომეგო, სწორედ იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი და ისევ კვლავ რევანშს მომინდომებდი ამ ბრძოლისას, რადგან როცა ვიცი რომ ადამიანი მზად არ არის და ისეთი ადამიანი როგორც ზომბია, გამას ოდითგანვე მებრძოლი და ლეგენდა, მაშინ საკუთარი მოგებით კმაყოფილი არ უნდა იყო. და მე ამ მოგებითაც არ ვიქნებოდი კმაყოფილი რომ გამემარჯვა.
როგორც მარცხით არ ვარ კმაყოფილი. ეხლა ერთადერთი ჩემი მომენტი და მიზანი ის არის, რომ უბრალოდ ის თავის პიკში იქნება, როგორც მითხრა და პიკშია და მაგარი ფორმაში იქნება. მეც მომზადებული ვიქნები, ფორმაში ვიქნები და ბევრად რადიკალურად განსხვავდება ჩემი ის მდგომარეობა და ეხლანდელი და უბრალოდ ვნახავთ და დავდგამთ ის სანახაობას, რასაც ჩემი შემატკივარი ძლოდა და რასაც აი არ ვიცი, აი სასწაულ ბრძოლას დავდგავთ იდეაში, მაგრამ კოტეს განაწილებოდნენ ძალიან ბევრს, დარწმუნებული ვარ და ექნება ის მომენტები საკუთარ თავში, რომ რაღაცები ვერ შეძლო და ვერ გააკეთა მომზადების გამო, ასევე მეც და ეხლა უბრალოდ დგავით ესე ორი დიდი ადამიანი გამოსთვის, დავეტაკებით ერთმანეთს შეთანხმებულ წონაში 70 კილოგრამში და ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ. აქ არ აქვს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა გამარჯვებას და დამარცხებას. თუ დავმარცხდები, მინდა ისე დავმარცხდე, რომ ეს მე მეკუთვნოდეს და მე საკუთარ თავს თვლიდე კმაყოფილად და აი მარცხი მივიღო რა. სკადუშ 25 ველოდებით და მეკვირდებით ჩემს მაქსიმუმს. მოკლედ, მაგ ჯგუფში როგორც მოგეხსენებათ, არც დიმაჯიკი არ იყო მომზადებული, არც მე ვიყავი სათანადოდ მომზადებული. სულ 6 დღე მქონდა ნავარჩევი, არ ვიყავი კარგ ფორმაში და მოკლედ კარგ ფორმაში არ ვიყავით და ისე ივენთის საუკეთესო ბრძოლა გამოგვივიდა რა, ივენთის საუკეთესო ბრძოლა დასაღებდა ჩვენი ბრძოლა. და ეხლა ორივე 25-ში ჩვენიერი ფორმაში ვიქნებით, კარგად დატენილები ვიქნებით და ბევრად სერიოზულ და სისხლიან სანახაობას შევთავაზებთ გამას აუდიტორიას.